ერთი წელი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ხვალ 28 ნოემბერს მსგავსად სხვა ქალაქებისა ქუთაისში რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. 28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება, რაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას გახდეს ცივილური სამყაროს ნაწილი, მოღალატეობრივი განცხადებით უპასუხა ირაკლი კობახიძემ. ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს ქალაქებში და გააპროტესტა კონსტიტუციის დარღვევა. მას შემდეგ ქუთაისში უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ერთი წლის თავზე კვლავ შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 4 წლით შეჩერებულია. ქართული ოცნების ამ განცხადებას საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნაა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლონ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.